ხადია ისე ვითხოვენ აქ მოქალაქეები ისე ვითხოვენ რუსთაველის გამზირზე ახალ არჩევნებს და პოლიტიკური რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. აქ კადრებში შეგვიძლია ვნახოთ ახლა ვთხოვთ ჩემს ოპერატორს. ცოტა ხნის წინ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, აქ რამდენიმე მარში მოვიდა და რუსთაველის გამზირზე დგას ისე უცვლელად პროტესტის მონაწილე ყველა ის მოქალაქე, რომელიც ამდენი დღეა ახალ არჩევნებს ითხოვს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. დღეს განსაკუთრებულად ემოციური იყო ყველა ამ ადამიანისთვის იმ პროცესის თვალის დევნება, სადაც რეჟიმის 11 ტყვე ისევ პატიმრობაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ. ხვალ გაიმართება კიდევ ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, მათი მშობლები იმყოფებიან აქ. მოგესალმებით, ქალბატონო მარის, თუ შეიძლება მობრძანდით ცოტა წინ. თქვენ ხართ ერთ-ერთი დაკავებულის დედა, რომლის პროცესი ცხვარ იქნება, რასაც დღეს თვალს ადევნებდით საქალაქო სასამართლოში, რისი თქმა შეგიძლიათ და ცხადია თქვენს მთავარ გზავნილზეც გკითხავთ. მთელი დღე თითქმის უყურებდი ამ სასამართლო პროცესს და მოლოდინი მქონდა, რომ აუცილებლად დარბაზიდან გაუშვებდნენ ამ პატიმრებს. არ ვიცი რა შეთანხმებით, მაგრამ აი სასწაული იყო ის, რომ როცა გამოაცხადეს, რომ ყველანი ისევ დატოვეს პატიმრობაში. მე იმედი მქონდა ხვალინდელი სასამართლოსი, მაგრამ ეხლა იგივე მოლოდინი მაქვს, რაც დღეს მოხდა ამ სასამართლოზე. მაგრამ შეგვებულები ვართ ამას ყველაფერს, იმიტომ რომ დღევანდელი სასამართლოს მე არ ვთვლი სასამართლოდ, არც მოსამართლეებს არ ვთვლი გონიერ მოსამართლებად, იმიტომ რომ მაგათ განაჩენი არასოდეს არ გამოაქვს, რაც ქართული ოცნება მოვიდა თავრობაში. არასოდეს არ გამოუტანიათ განაჩენი ის, რაც უნდა იყოს. არაფერი არ დაუშევებიათ ამ ბავშვებს, პროტესტი იყო და გამოხატეს პროტესტი სამშობლოს სიყვარულისთვის. მე ხვალ რა განაჩენიც არ უნდა დადგეს, მე ამაყივარ ჩემი შვილით. ესენი აუცილებლად დატოვებენ ციხეს მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა დატოვებს ქვეყანას, იმიტომ რომ მან ქვეყანა დატოვა საჩხერე ჯერ და ჩაბნელდა მისი ტერიტორია, იმიტომ რომ მე საჩხერელი ვარ. მან დატოვა თბილისის სოლოლაკი, გადაინაცვლა გურიაში, დატოვა გურია და ეხლა აბასთუმანს აფარებს თავს. ნელ-ნელა იქით მიიწევს რუსეთისკენ. ეს აუცილებლად გაიქცევა და ამას გაყვებიან თავისი ეს მონები, ვინც მთავრობაში ზის და ჩვენი შვილები აუცილებლად იქნებიან გარეთ. რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს, მე ვიამაყებ ჩემი შვილით და ის აუცილებლად იქნება ყველასთვის ალბათ მე ვამაყობ და ყველა იამაყებს ჩემი შვილი დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე გავზარდე ძალიან კარგი შვილი, ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, არც ერთ მთავრობის წევრს ჩემი შვილისნაირი კეთილი შვილი არ ყავს, იმიტომ რომ თვითონვე აბოროტებენ თავიანთ შვილებს. დიდი მადლობა, თორნიკე გოშაძის დედა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა კიდევ ერთხელ. საპროტესტო აქციაზე დგანან დედები, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული შვილების კიდევ ერთ მათგანს გავესაუბრები, მოგესალმებით. დღეს ვნახეთ ერთი სასამართლო პროცესი, თვალს ადევნებდით, იქ იყავით, ვიცი სოლიდარობას გამოხატავდით დაკავებულების და მათი მშობლების მიმართ. ხვალ არის თქვენი შვილის პროცესი და კიდევ იმ ახალგაზრდების ირაკლის დედასაც გავესაუბრებით. აი თქვენ რა გაქვთ სათქმელი, როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება და განცდა, როცა თვალს ადევნებდით პროცესს? დღეს რასაც ვადევნე თვალი და რასაც უყურე, იმის მერე შიში უფრო მიყრობს. სიკეთისკენ რო არ მიდის საქმე, ყველაფერს ვამჩნევდა. ოჩი იგივე დღე რომ ელოდება მეც მაგაში დარწმუნებული. იბატონო, აი თქვენი სათქმელი რა არის და მე ვიცი რომ განსაკუთრებულ სოლიდარობას იჩენთ დაკავებულების მშობლები ერთმანეთის მიმართ და ბევრჯერ ითქვა რომ გამწარებული დედების პროტესტს მიიღებს არალეგიტიმური ხელისუფლება. ნამდვილად მიიღებს სულ დედას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება და არა მგონია ჩვენ მიგვიყვანონ იმ ზღვარამდე რომ ყველაფერი გავაკეთოთ. გადავლახავთ ამ ურთულეს დღეებს და ჩვენ ხელჩაკიდებულები დავდგებით ერთიანად და მივაღწევთ სამართალი იზეიმებს დარწმუნებული.
დიდი მადლობა თქვენთანაც მოვალ თუ შეიძლება და თუ შეგიძლიათ საუბარ კარგით ბოდიში პირიქით აქ დგანან პროტესტის მონაწილეებთან ერთად დაკავებული პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ახალგაზრდების მშობლები რომელთა ნაწილი დღეს კიდევ ერთხელ პატიმრობაში დატოვა ქართული ოცნების სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ მე ვთხოვ ოპერატორს რომ ვაჩვენოთ რუსთაველის გამზირზე კიდევ უფრო მეტი მოქალაქე არის შეკრებილი დღეს ყველასთვის აღმაშფოთებელი იყო ის პროცესი რომელიც ნახეთ ყველამ ერთად ცხადი აქ დგანან პოლიტიკოსებიც და ვხედავ თენგო თევზაძეს ვხედავ და ვთხოვ რომ გადმოინაცვლოს თუ შეიძლება რომ თენგო თუ შეიძლება რომ აქეთ გადმოხვიდეთ აი ახლა ვიდრე მოვიდოდით თქვენამდე ვესაუბრებოდით დაკავებულების მშობლებს დედებს რომლებიც დგანან საპროტესტო აქციაზე ვნახეთ დღეს სასამართლო პროცესი რომელიც არ ეწერა არც ერთ სტანდარტში რაც სამართლიანი სასამართლო სტანდარტს გულისხმობს აი რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ერთი რასაც უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში ეს არის ის რომ ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი მეგობრები სანამ ეს ხელისუფლება და ეს სისტემა იქნება, ის ადამიანები იქნებიან ხელისუფლებაში, ვინც მიიტაცა ეს ხელისუფლება, ამ ადამიანებს მოუწევს ძევლად ყოფნა, ტყვეობაში ყოფნა, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მართლები, როგორც სინდისთან, ასევე ჩვენ საკუთარ სამშობლოსთან და მართლები არიან სამართალთანაც მინდა გითხრათ. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეს სასამართლო, ეს პროკურატურა, ეს პარლამენტი ვიღაც ვინც პრეზიდენტად უნდათ რომ წარმოგვიჩინონ, ესენი ყველაფერი არიან ეგრეთ წოდებულები. მათ სახელი არის ეგრეთ წოდებულები. ის მოსამართლე და ის ბრალი რაც წარდგენილი აქვს პროკურატურის მხრიდან ჩვენს თანამებრძოლებს და იმ ახალგაზრდებს საერთოდ არის სრული აბსურდი და ამაზე მსჯელობაც კი მე ვფიქრობ რომ უკვე არის შეცდომა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და თვალი უნდა გაუსწოროთ სიმართლეს და რეალობას. სიმართლე და სამწუხარო სიმართლე და რეალობა არის ის რომ სისტემამ, რეჟიმამ ძევლად აიყვანა ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები და პატრიოტები და ეს ადამიანები უნდა დავიხსნათ. ამიტომ არის ორი მოთხოვნა. ახალი არჩევნები რომ ხალხმა დაიბრუნოს რწმენა რომ ეს სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს, ეს ერთი და მეორე საკითხი ძევლების ტყვეების განთავისუფლება. აი მტერი როცა შემოგვესეოდა ქართული ოცნება არის მტერი ის შემოგვესია მისი რუსული მენტალიტეტით აი დინარაძეები და ასე შემდეგ შემოგვესია და ჩვენი თანამებრძოლები მძევლად აიყვანა ადამიანები რომლებიც შიშველი ხელებით ემოციით სავსე პატრიოტული მუხტით ებრძოდნენ და წინააღმდეგობას უწევენ რუსულ სისტემას საქართველოში და მძევლად აიყვანდა ესე უნდა დავიხსნათ და დავიხსნით იმ შემთხვევაში თუ ეს პროტესტი როგორც დღეს არის ასევე გაგრძელდება და იქნება მტკიცე თუ გაგრძელდება სანქციები და თუ გაგრძელდება ის ერთობის სულისკვეთება რაც საზოგადოებაში არის პოლიტიკოსებში მოქალაქეებში და ასე შემდეგ ცხადია და მე ერთი რაც მინდა ამ ბიჭებს გადაუხადო მადლობა მათ ოჯახებს და მათ ახლობლებს თუ როგორ დგანან იმიტომ რომ ადამიანი როცა ხარ მართალი და როცა იცი რომ შენ არაფერი დაგიშავებია იქნები და თავს წარმოაჩენ ისე როგორც წარმოაჩენეს დღეს პროცესზე ჩვენმა თანამებრძოლებმა ამ ქვეყნის პატრიოტებმა და ეს არის ამოსავალი წერტილი ბევრი ამბობს რომ ამ მიტინგებზე ამ ბრძოლაში ამ წინააღმდეგობაში იბადება ახალი საქართველო და ახალი საქართველო უკვე დაბადებულია უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ საბოლოოდ ამოვძირყოთ ის ასე ვთქვათ პოლიტიკური არ ვიცი ნეშომპალა დავარქვა თესლი დავარქვა ამოვძირყოთ ბოლომდე და ეს არის ქართული ოცნება და ამას ჩვენ ამოვძირყვავთ რუსეთს ივანიშვილს დინარაძეს ამას ჩვენ დავამთავრებთ საქართველოში და მათ შორის ეს ბრძოლა გადის ათეულობით იმ ადამიანზე ვინც სამწუხაროდ ეხლა საპრობილოებში იმყოფება მადლობა თენგო თევზაძეს უსმენდით კოალიცია ცვლილებისთვის წევს ირაკლი ფაულენიშვილიც აქ არის მოგესალმებით და ვსაუბრობდით დღევანდელ სასამართლო პროცესზე რომელზეც ბევრჯერ ითქვა რომ ეს იყო კიდევ ერთი ფარსი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას რეჟიმისგან არავინ ელოდა თქვენი მოლოდინი როგორი იყო და შთაბეჭდილება ამ პროცესის თვალის დევნების შემდეგ აი დღეს ნახეთ ხო ყველამ ეს ადამიანები ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ საქართველოს ოქროს ფონდს
ანდრო ჭეჭილაძემ რა თქვა, ხო, მოსამართლე და იქ ვინც იდგა, ვერც გაიგებთ ამ კაცმა რა თქვა, ხო? კაპკას პერსონაჟი რო გაიხსენა. აი ამაშია. აქეთ ხარ ეს არის განათლება, სამოქალაქო შეგნება, არის ის თაობა, რომელმაც უნდა ააშენოს ახალი საქართველო, როგორც თეატრში, ისე კინოში, ისე ადამიანის უფლებების დაცვაში, ისე ეკონომიკაში, ისე არ ვიცი, იუმორისტები არიან დაჭერილები, არიან დაჭერილი ადამიანის უფლება დამცველები, იურისტები, ან ყველა პროფესიის ადამიანია დაჭერილი. განმეორება ხდება 27 წლის რეპრესიების. უნდათ რომ სადაც არის, ასე ვთქვათ, ქვეყნის პროგრესის საფუძველი, ყველაფერი ამოძირყონ. აი ეს არის ივანიშვილის რუსული მთავარი ინსტრუქცია. მან უნდა მოაშთოს ქართული სახელმწიფოებრიობის, ასე ვთქვათ, ყველა კერა. და დიახაც, ეს ახალგაზრდები, რომელთაც აქვს სამოქალაქო შეგნება, არიან მაგარი მსახიობები, მაგარი იუმორისტები და თან არიან მაგარი მოქალაქეები, არიან რუსული რეჟიმის საფრთხე, იმიტომ რუსული რეჟიმი დგას კორუფციაზე, დგას მონური მენტალიტეტის ადამიანებზე, დგას იმ ადამიანებზე, რომელთაც სამოქალაქო შეგნება არ აქვს, მონური მენტალიტეტი აქვს. ამიტომაც არის ეს ბრძოლა, გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს. ძალიან ვიქნები დიახ თავისუფალი მოქალაქეებს, აი იმ ხალხის, ვისაც დღეს სასამართლო პროცესზე უსმენდით. აი იმ ხალხის ქვეყანა ვიქნებით და სახელმწიფო ვიქნებით, ან აი მოსამართლე ჯაჭვაძის ქვეყანა ვიქნებით, ან აი პოლიციელების ქვეყანა ვიქნებით, რომლებიც დაცინვით, ცინიზმით უყურებდნენ დაკავებული ადამიანებს, უსამართლოდ დაკავებული ადამიანებს შობლებს. ამიტომაც ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. ეს რეჟიმი, ხო, ხედავთ ვიზე დგას. ეს რეჟიმი ვერ ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს. ეს რეჟიმი ვერ ჩაატარებს ფიზიკურად შეუძლებელია, როგორ შეიძლება რუსულმა დიქტატურულმა რეჟიმმა თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს. უნდა მოხდეს დემონტაჟი ამ სისტემის და გარდამავალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შემდგომ და ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები, სადაც დაიბადება ახალი თავისუფალი საქართველო. და ხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ვამაყობთ თქვენი და მალე ჩვენთან ერთად ვიქნებით. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ფავლენიშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრს უსმენთ თქვენ. ზურა ჯაფარიძეც აქ არის. ზურა, თუ შეიძლება ზურა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ და ამ ხნის მანძილზე, რაც პირდაპირ ეთერში ვარ, ვსაუბრობდით იმ სასამართლოზე, რომელიც დღეს ვნახეთ. არავინ ელოდა ცხადია პოლიტიკური რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. აი თქვენ როგორი განცდა დაგვრჩათ, რა შეგიძლიათ თქვათ იმ 8 საათიან პროცესზე, თუ შეიძლება ასე დავუძახოთ, რაც ვნახეთ საქალაქო სასამართლოში. არაფერი ახალი ჩემი აზრით, ეგეც სასამართლოები გვაქვს ბევრი ნანახი, სამდე შეკო სასამართლო არ არის, ეგ არის საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა, ანალოგი, საბჭოთა დაუძახე გინა რუსული, როცა რაღაცა პოლიცია, პროკურატურა, მანდატური დაწყებული, მოსამართლე დამთავრებული ერთიანობაში მოქმედებს ადამიანების დასაჯერად. მანდ ხო, მაგას ხო შინაარსი არა. აუ ქვეყანაში ბევრჯერ რეგიონი გავიმორე ხო. ამ ქვეყანაში სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ასობით ადამიანი აწამეს ჩეულებრივად. არც ერთი ადამიანი არ დასჯილი ამის გამო. ათობით ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციის თანდასწრებით და პოლიცია იყო სულად უმოქმედო. და არც პოლიცია დასჯა და არც ტილოშკები დასჯილა. და სჯიან სულად უდანაშაულო ადამიანს უშვებენ ციხეში. ხო გასაგებია რა არის, ეს არის როცა ვიძახით რომ რუსეთი არ გვინდა, ეს არის რუსეთი. სადაც არსებობს შერჩევითი მართლმსაჯულება და სისტემა სჯის ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან სისტემას და არ სჯის საკუთარ მონებს. მაგრელობაში ვართ ეხლა, ამიტომ დღეს იქ ამე განსაკუთრებული ახალი არ მოხდა, მესმის რომ ადამიანის ნაწილს მაინც რაღაცა პატარა იმედი ქონათ და შეიძლება სხვა გადაწყვეტილება გამოეტანათ, მაგრამ ის რომ ერთ მოსამართლეს დაავალეს 11 ადამიანის საქმის გახილვა, ჩემთვის მაქედანაც ცხადი იყო, რომ მაგიტომაც დაავალეს ერთს, რომ იმას ერთი ხელისმოსვით გადაეწყვიტა ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ზურა ჯაფარიძე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. ბალუ, გთხოვ აქეთ გადმოვინაცვლოთ და ვაჩვენოთ რა ხდება რუსთაველის გამზირზე ახლა. მოქალაქეები ისევ იკრიბებიან, ერთ-ერთი მარში შემოუერთდა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირს, გესმოდათ შეძახილები აქ ადამიანები უკვე 44 დღეა ითხოვენ უცვლელი პროტესტით ახალ არჩევნებს, ითხოვენ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. თქვენ უსმენდით დაპატიმრებული ახალგაზრდების მშობლებსაც და სანდრო ცნობილაძეს ვხედავ და სანდრო, თუ შეიძლება მოგესალმებით და პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეიძლება რომ შემოგვიერთდე, აი რა გაქვთ სათქმელი, მაგალითად ამ 44 დღის შეჯამება როგორია თქვენთვის, შედეგი რა არის ამ 44 დღიანი პროტესტი? მოგესალმებით. პირველ რიგში ჩემთვის მნიშვნელოვანი არის უწყვეტობა ამ პროცესის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი არ ურიგდება არც იმ სინდისის პატიმრებს, რომლებსაც დღეს გადაუვადეს და დატოვეს ციხეში, არც გაყალბებულ არჩევნებს, არაფერს საერთოდ, რაც კავშირში არის უსამართლობასთან, რომლის სათავეც დღეს მოდის
არალეგიტიმური ხელისუფლებისგან და მეორე საბოლოო ჯამში აი ეს პროცესი მიიყვანს ამ არალეგიტიმური ხელისუფლების ჩამოშორების საქმეს ბოლომდე მე ამისი მჯერა და ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ გამოვაკლდე არც ერთ მსვლელობას, არც ერთ აქციას, რომელიც აი ამ 44 დღე არის უკვე მიმდინარეობს. ჩემთვის პირადად, რა ვიცი, 55 წლისა ვარ და უნიკალური შემთხვევა არის, იმიტომ რომ მე არ მახსოვს რომ 44 დღე უწყვეტად ყოველ დღე იკეტებოდეს რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის და გამო. და ეს ნიშნავს თავისთავად იმას, რომ დათმობას არავინ აპირებს და ცალსახად გაცხადებულია ეს გზავნილი, თუნდაც ამ პროტესტებს. დიდი მადლობა, რომ საუბრობდით ჩვენთან ერთად. სანდრო ცნობილაძეს უსმენდით, პროტესტი რუსთაველის გამზირზე გრძელდება აქ. მოქალაქეები ცხადია ერთმანეთის სოლიდარობის ნიშნად და ასევე იმის ნიშნად, რომ კიდევ ერთხელ არალეგიტიმურ რეჟიმს უთხრან, რომ არ აპირებენ დათმობას, არ აპირებენ გაჩერებას, ვიდრე არ შესრულდება მთავარი ორი მოთხოვნა, არ დაინიშნება ახალი არჩევნები, არ გათავისუფლებიან რეჟიმის ტყვეები, იდგებიან ისევ რუსთაველის გამზირზე და როგორც ისმენდით ადრე თუ გვიან ქართული ოცნების რეჟიმს მოუწევს დაიხიოს უკან, რადგანაც საქართველოს მოქალაქეები ამ პროტესტში არიან ძალიან მტკიცეები და ეს კარგად ჩანს.